მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა პირისპირ. გამყარდება თუ გაუფასურდება რა არის, როგორი იქნება ჩვენი ეკონომიკა მომდევნო თვეებში და მომდევნო წელს და რა გველოდება, რა პროგნოზები არსებობს ეკონომისტების მხრიდან ამ მიმართულებით, სწორედ ამ თემებზე გვექნება დღეს გადაცემაში საუბარი და ჩვენ პირისპირ არის ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ბატონი ბაატა ბაირახტარი. მოგესალმებით, ბატონო ბაატა. მოგესალმებით, ელმაყურე. მადლობა სტუმრობისთვის გადაცემაში და მართლაც ისეთი მნიშვნელოვანი თემა ასე ვთქვათ ჩვენი რეგიონის და მთლიან საქართველოს მოსახლეობისთვის ლარის კურსი და ეკონომიკური მდგომარეობა. მოდით ვიდეო პირველი კითხვა მექნება ტელემაყურებელს შეგახსენებთ რომ თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ გადაცემაში პირდაპირ სატელეფონო ჩართვების საშუალებით ნომრებზე 0353 22 33 30 და მობილურის ნომერზე 551 70 33 30. გადაცემის მეორე ნაწილში უკვე 9 საათის შემდეგ ნომრები ტიტრებში იქნება მითითებული, ასე რომ მოელით თქვენს სატელეფონო ზარებს. ახლა კი დავიწყოთ ჩვენი გადაცემა. და პირველი კითხვა მაინც ასეთი მექნება შემოდგიან შემოდგომაზე ნოემბრის ბოლოს დეკემბრის ასე ლარვა დაიწყო ყევები და უკვე ახალი წლის შემდეგ დაიწყო მკვეთრი გაუფასურება. პირველი ბევრი მოსაზრება გავიგეთ ხელისუფლების ეროვნული ბანკის კონკრეტული ექსპერტების, მაგრამ დღეს ზუსტად ჩვენ მე მინდა ძირეულად და სიღრმისეულად ვისაუბროთ ამ საკითხებზე. რა უძღოდა წინ ჯერ კიდევ ნოემბერში ამ ყევებს? რა პროცესებთან გვაქვს საქმე? გასაგებია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს კონკრეტულ ერთ რაღაც ფაქტორზე არ არის დამყარებული, ამას მთელი რიგი პროცესები მოყვა და ეს მთელ რიგ პროცესებზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ გვიან შემოდგომაზე თქვენ სწორედ აღნიშნეთ, როდესაც პირველი ყევები დაიწყო ეროვნულმა ვალუტამ, ეს გახლდათ ის პროცესი, ის პერიოდი, უფრო სწორედ, როდესაც ვიღებდით ქვეყნის ბიუჯეტს. ქვეყნის ბიუჯეტის დამტკიცებიდან ძალიან მოკლე ხანში ეროვნულმა ბანკმა გააკეთა ესეთი განცხადება, რომ ქვეყნის ბიუჯეტში კორექტირებები იყო შესატანი. არადა ეს მაშინ, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტი, ქვეყნის ეკონომიკური მთავარი დოკუმენტი დგება ეროვნული ბანკის მიწოდებული და უნდა დგებოდეს ეროვნული ბანკის მიწოდებული პარამეტრებით. ეს რასაკვირველია არასახულა დადებითად ეროვნული ვალუტის სიმყარეზე და ამან რასაკვირველია გააჩინა მოსახლეობაში გარკვეული ეჭვები და ამან რასაკვირველია ეროვნული ვალუტის ნდობასაც, ასე ვთქვათ, წყალი შეუყენა. ზუსტად რომ ვთქვათ, ანუ ეროვნულმა ბანკმა სახელმწიფო სამშობლოში ეკონომიკურ გუნდს დაუმალა რომ მოსალოდნელი იყო ყევები. მე ამას დამალავს პირდაპირ დავარქვა, მაგრამ ფაქტია ეს განზრახ მოხდა შემთხვევით მოხდა თუ რატო ამაზე მე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ფაქტია რომ ის ინფორმაცია რაც უნდა მიეწოდეს შესაძლოა ესეც ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი ერთია რომ ის ინფორმაცია რომელიც ეროვნულ ბანკს უნდა მიეწოდებინა ეკონომიკური გუნდისთვის, რის საფუძველს უნდა მომხდარიყო ეს ამ ბიუჯეტის დაგეგმვა, ეს ინფორმაცია არ იყო მიწოდებული და ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ გახდა და გააკეთა განცხადება, რომ ბიუჯეტში კორექტირებები იყო შესატანი. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ცუდად აისახა. აი, როგორ აისახა? ცუდად აისახა. რა განაპირობა თქვა ამ ინვესტიციების რაღაც შემოსვლაში აჩერა, რაღაც ფულად ნაკადი, რა როგორ აისახა? ცუდად არა, მაგრამ აი რა კომპონენტი შეისახა? ინვესტიციებთან დაკავშირებით ამას არანაირი რეაქცია არ ქონია, უბრალოდ როდესაც ბიუჯეტის დამტკიცებიდან სადაახლოებით ერთ კვირაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოდის და აკეთებს განცხადებას, რომ ბიუჯეტში კორექტირებებია შესატანი, ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაკვირველია მოსახლეობაზე და ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე. პირველ რიგში მოსახლეობაში აჩენს ეჭვს და ამცირებს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობას. სწორედ ეს პირველი ნიშნები იყო, როდესაც ეროვნულ ბანკმა და საიდანაც დაიწყო ეროვნული ვალუტის ყევები, ასე ვთქვათ. მაგრამ იმ აზრისგან, რომ ეს მხოლოდ ამისგან არის გამოწვეული, რასაკვირველია მე შორს. შემდეგ რა პროცესები უძღვნა, რამ გადაპირობა? შემდეგ რასაკვირველია დაიწყო ასე ვთქვათ კრიზისული მდგომარეობა მთელს რეგიონში. როდესაც ასე ვთქვათ შენი პარტნიორი ქვეყანა, შენი თავარი საუჭრო პარტნიორი ქვეყანაში არის კრიზისი, როდესაც შენი პარტნიორ ქვეყნებიდან ორში არის საუბარი მდგომარეობა და რომელი ქვეყნებში კრიზისი?
ჩვენს პარტნიორ ყველა ქვეყანაში ფაქტობრივად მთელს რეგიონში იყო კრიზისი და რაც შეეხება რუსეთს და უკრაინას, ეს ქვეყნები იყვნენ საომარ მდგომარეობაში რეალურად. ამას დაემატა ასევე დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, რომელმაც ასე ვთქვათ, არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკას დაარტყა, კი ბატონო, პირდაპირ დარტყმა რუსეთის ეკონომიკას მიადგა, მაგრამ მეტ-ნაკლებად ევროპული სახელმწიფოებიც რუსეთის საკმაოდ დიდი ბაზარია და მიბმულები იყვნენ ამ ეკონომიკაზე და გარკვეულწილად ამანაც ითამაშა გარკვეული როლი. მაგრამ დოლარიც გამყარდა, მე მგონი მთელ მსოფლიოში. კი ბატონო, დოლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა. აქედან გამომდინარე, ამან გამოიწვია ის, რომ კიდევ უფრო ისედაც მძიმე მდგომარეობაში ყოფილი ქვეყნების ვალუტები კიდევ უფრო ასე ვთქვათ შეილახა. მოდით, შევხედოთ ასე. ფაქტია, რომ 1.75-დან 2.20-ზე, 2.33-ზე, ხა ბოლო მონაცემები მე მგონი 2.31 და 12 იყო თქვა ცოტა ხნისთანელი კურსი. 2.30-ზე ვთქვათ, ავიდა ლარი, ამდენით გაუფასოვდა. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, აი საკმაოდ ბოლო პერიოდს რო გადავალებ, მე მგონი შევარდნაძის დროს იყო თქვა და ომის დროსაც არ ყოფილა მე მგონი ხოლა სხვა მარტო ამან მოქმედა, მარტო საგარეო ფაქტორები იყო, საშინაო ფაქტორები წილის რა მოდიოდა ლარის გაუფასებაში. კი ბატონო, რასაკვირველია ეს მე აღვნიშნე კი ეს რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება თქო ის სავალალო პროცესები რაც ევროპულ ვალუტამ განიცადა. რასაკვირველია ეს მხოლოდ საგარეო ფაქტორები არ ყოფილა, როდესაც დაიწყო საგარეო ფაქტორები, ეროვნულ ბანკს შეეძლო, ასე ვთქვათ, პირველი რაც შეეძლო ეს იყო კომუნიკაცია საზოგადოებასთან და კომუნიკაცია მოსახლეობასთან. როდესაც ქვეყანაში ეროვნულ ვალუტას აქვს სერიოზული რყევები, კიდევ ერთხელ და მოსახლეობაში ეჭვები მზაფრდება და იწყება პანიკური ეფექტი. ეროვნულ ბანკს ასევე ეკონომიკურ გუნდს აქვს იმისი რესურსი და უნდა გააკეთოს, ასე ვთქვათ, რომ გამოვიდეს და გააკეთოს დამაჯერებელი კომენტარები და სიტუაციაში, ასე ვთქვათ, გაარკვიოს მოსახლეობა. რათა ეს ეჭვები გაფართოს და სწორედ ეჭვები იწვევს შემდეგ, ასე ვთქვათ, პანიკურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო უარყოფითად მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე და კიდევ უფრო ასე ვთქვათ აუფასურებს ეროვნულ ვალუტას. ეს არ გაკეთებულა კარგ ხნის მანძილზე, დუნდა ეროვნული ბანკი, დუნდა ეკონომიკური გუნდი, აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, მოსახლეობა და საზოგადოება იყო საინფორმაციო ვაკუუმში. რეალურად ვალუტა უფასურდებოდა, მაგრამ ინფორმაცია რატო და ასე შემდეგ არ ქონდათ ოფიციალური წრეებიდან. მარტო ინფორმაციაზე რასაკვირველია, კი ბატონო, რასაკვირველია. ეროვნული ბანკი, როდესაც ლარმა დაიწყო გაუფასურება ახალ წლის შემდეგ, ეროვნული ბანკი, მკვეთრი გაუფასურება, ეროვნული ბანკი და ფინანსთა მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამბობდნენ, რომ ისინი იყვნენ, მათ ჰქონდათ კონსულტაციები, მთავრობა ამბობდა ეროვნულ ბანკთან გაქვს კონსულტაციები, ეროვნული ბანკი ამბობდა მთავრობასთან ერთად კონსულტაციები და ნუ არაფერი არ ხდებოდა. როდესაც მკვეთრად გაუფასურდა უკვე ლარი, მაშინ მთავრობამ ხელი გაიჩვირა ეროვნული ბანკისკენ. და თქვა, რომ აი არ დახარჯა იმდენი რეზერვი, რაც უნდა დაიხარჯა და მისი ბრალია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა გამოიშვა მთავრობისკენ ხელი, მე ადეკვატური ვიყავი, უბრალოდ ქვეყანაში არ არის ინვესტიცია, არის საგარეო ფაქტორი ეს და ასე მოხდა. მოდით ასე ვთქვათ, გამიჯვეთ ჩვენ წილი. ერთია რომ მე მგონი აქ ორივე ესწოდა და მათ შორის ხელისუფლება, როცა თავის დროზევი არ გააკეთა, თუ გძნობდა რომ ეროვნული ბანკისგან ასე ქონდა ადეკვატური ინფორმაცია არ ერეოდა სათანადოდ, სწორად უნდა გაიკეთებინა ალბათ რეაქცია, ხო? და მოდით მივყვეთ, აი რა იყო ეროვნული ბანკის პრობლემა თუნდაც რეზერვების ხარჯვასთან მიმართებაში, ეროვნული ბანკის თქვენი აზრი როგორია, რა არის ეროვნული ბანკის ცოდვა, ასე თქვა და რა არის ხელისუფლების დანაშაული? გასაგებია, პირველი როგორც გითხარით, ეს იყო პირველი ფაქტორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რაც არ მოხდა არ გააკეთა ეროვნულ ბანკმა. მეორე ფაქტორი, რაც შეეძლო რეალურად ეროვნულ ბანკს შეეძლო გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ბერკეტები, რის საფუძველზე რომელი ბერკეტების ეროვნულ ბანკს აქვს და რის საშუალებითაც შეუძლია ეროვნულ ვალუტაზე ზემოქმედება. ანუ ხარჯვა, რეზერვების ხარჯვა. ეს არის რეზერვების ხარჯვა, ეს არის საპროცენტო განაკვეთის რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის გაზრდა.
ეს არ მომხდარა, ანუ რეალურად, როდესაც ქვეყანაში იყო, ჩვენ თუ უბრალოდ გადავხედავთ წინა წლების პერიოდს, მაგალითად 2009-2011, ეროვნული ბანკი იქცეოდა რადიკალურად განსხვავებულად. ანუ ყოველდღიურად კვირაში რამოდენიმეჯერ ახორციელებდა 1 მილიონის, 2 მილიონის ინტერვენციებს და სიტუაციას ასე ვთქვათ ფლობდა და ეროვნული ვალუტა დიახ, სიტუაციას ასე ვთქვათ ფლობდა და სიტუაცია არ მიყავდა შოკამდე. ამ ხშირ-ხშირი და პატარ-პატარა ინტერვენციებით სწორედ. ამ შემთხვევაში სრულიად განსხვავებულად მოიქცა ეროვნული ბანკი, ის უმოქმედოდ იყო ამ შოკის პირას, როდესაც იყო ეროვნული ვალუტა, ის ფაქტობრივად უმოქმედოდ იყო, ის არაფერს არ აკეთებდა და როდესაც ასე ვთქვათ ეროვნულმა ვალუტამ განიცადა შოკი, მან შემდეგ დაიწყო რეზერვების გახარჯვა და დაახლოებით თვეში ერთხელ აკეთებდა ინტერვენციებს და 40 მილიონს ხარჯავდა. სხვათა შორის ასევე არანაირ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით განცხადება თუ რა გათვლებს ემყარებოდა ეს 40 მილიონი, რატომ მაინც და მაინც თვეში ერთხელ და არა კვირაში. კი ბატონო, და რაც ყველაზე მთავარია, როგორც აღნიშნე უკვე, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ეროვნული ვალუტა იყო შოკში და პირდაპირ მნიშვნელობით ამას ბაზარი ყლაპავდა და ეს ინტერვენციები, ეს 40 მილიონი თვეში ერთხელ ინტერვენციები რეალურად კურსზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენდა. აი ძალიან ისეთ თემას მივადგეთ. ესე იგი, ხელისუფლებას მათ შორის გასაგებია, ის არ ერევა, კანონმდებლობით ვერ ერევა ეროვნული ბანკის საქმიანობაში, მაგრამ მას ის ხომ უნდა ფლობდეს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი, პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და შემდეგ ხომ უნდა ფლობდეს ყოველ წუთას ინფორმაციას, რა არის, თქვა საჭირო. თუმცა ეროვნული ბანკის მხრიდან ხომ უნდა გქონდეს მისი მოსაზრება, რატომ არ გააკეთა მაშინ ხელისუფლებამ ასეთი ტიპის განცხადება, რომ აი ახლა, როდესაც უფასურდებოდა და პროცესი არ იყო შოკამდე მისული, აი ახლა უნდა დახარჯოს ეროვნულმა ბანკმა ამდენი და ეს ეროვნული ბანკი ამას არ აკეთებს. ანუ აი რა იყო მიზეზი? უბრალოდ ესენი ეროვნული ბანკი ალბათ შეგნებულად ექცეოდათ, ასე და ესენი ვერ ფლობდნენ სიტუაციას და საერთოდ გაგებაში არ იყო უხეშად რო ვთქვათ, თუ რა იყო ამის მიზეზი? გასაგებია, ნუ ფაქტი ერთია, რომ ეროვნული ბანკის ქმედებებში იყო აშკარად შეცდომები, თუ ამას შეცდომას დავარქმევთ, თუ ეს იყო განზრახ გაკეთებული, ამას უკვე საბოტაჟის ნიშნები, ეს უკვე საბოტაჟის ნიშნებსაც შეიცავს, მე ნამდვილად არ შემიძლია იმის თქმა, ეს რატომ ხდებოდა, განზრახ ხდებოდა თუ შეცდომას უშვებდა ეროვნული ბანკი, მე ამაზე ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ რაც შეეხება ასევე თქვენს კითხვას, კი ბატონო, ამ დროს, როდესაც ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია იქნება, ამ დროს როგორც ეროვნულ ბანკსა და ეკონომიკურ გუნდს ერთმანეთთან უნდა გქონდეთ მჭიდრო კოორდინაცია და მოქმედებდნენ შეთანხმებულად და მიზანმიმართულად. მე პირადად როგორც ანალიტიკოსმა ვერ დავინახე ეს შეთანხმებული და მჭიდრო კოორდინაციის ურთიერთობა ამ პერიოდში. კი ბატონო, და ასევე ისე თქვენს კითხვას რაც შეეხება, როგორც ასეთი ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს არ აქვს იმისი უფლება, რომ ზეწოლა მოახდინოს ეროვნულ ბანკზე, გინდა თუ არა გამოიყენოს ასე ვთქვათ ის ბერკეტები, რომელიც მას ინფორმაციას მაინც უნდა ფლობდეს, რომ მან თავისი აზრი თქვა, შეიძლება ვერ მოახდინოს, მაგრამ უნდა თქვას და მოდით დავუბრუნდეთ ახლა მიყვეთ დღევანდელობას. დღეს თუმცა ეროვნული ბანკის თემას რომ დავუბრუნდეთ, თქვენ რამდენიმეჯერ ახსენეთ დაუშვეს შეცდომები, მაგრამ ამ განაპირობა, რომ სავალუტო ფონდმა თქვა წარმატებით შეაფასა ეროვნული ბანკის საქმიანობა, თუმცა გადაგიძეს მე შემდეგ ჯილდოც გადასცეს როგორც საუკეთესო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ასე შემდეგ. რა იყო? რატო შეაფასა, როგორ თვლით? რა კრიტერიუმით შეაფასა სავალუტო ფონდმა ეს? ნუ აშკარად, ესე იგი მე ამასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით რა კრიტერიუმებით შეაფასეს და რა კრიტერიუმებით გადაეცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საუკეთესო ბანკირის წოდება, მაგრამ ფაქტია რომ ეს იყო, მაგრამ ეს იმ ფაქტს არ აბათილებს, რა საკვირველია, რომ ეროვნულ ბანკმა დაუშვა შეცდომები იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ეროვნული ბანკის მკაფიო და მყისიერი მოქმედება ეროვნული ვალუტის დევალვაციის თავიდან ასაცილებლად. გასაგებია, მოდი ვისაუბრეთ დღევანდელობაზე, დღეს რა ეტაპზეა ლარის კურსი ეკონომიკამ, რას უნდა ველოდეთ მომავალში. ერთად ნახოთ ჩვენი გადამგრევის ჯგუფის მიერ მომზადებული ვიდეო მასალა, სადაც მოდი არის საზოგადოების ხედვა, შეფასებები, მოლოდინები და მოდით შევშელოთ ამ მასალას და. Expert
ექსპერტებისა და მომხმარებლის გამოთვლით ლარის კურსის გაუფასურების შემდეგ საკვებზე, მედიკამენტებზე, ალკოჰოლიან და უალკოჰოლო სასმელებზე, თამბაქოზე, ჰიგიენურ საშუალებებზე, ინტერნეტზე და საკაბელო ტელევიზიაზე ფასების ზრდამ ოჯახებს ცხოვრება დაახლოებით 80-100 ლარით გაუძვირა. ამას ემატება ბანკის ვალიც. მათ ვისაც ცეცხლი დოლარში აქვს აღებული, პროცენტის დასაფარად თითქმის 2 მაქსი ხდის. გააძვირა წამლებით და პროდუქტით. ეხლა ვიყავი ინტერნეტი გავათიშინე, რომ ძალიან გაძვირდა და გაჭირდა, ძალიან გაჭირდა ცხოვრება. კრედიტი ქონდა აღებული ბანკში დოლარის კურსით და იმდენად ძვირად დაგვიჯდა ეს ყველაფერი, რომ ალბათ ცხოვრებაში ბანკში აღარ შევალ. გაუფასურებული ლარისა და გაძვირებული ცხოვრების გამო ყველა სფერო დაზარალდა. ხალხის შეფასებით ერთადერთი ვინც ქამრები შემოიჭრა, ეს თავად მოსახლეობაა. რა უნდა ვქნა? ისევ კალათას უნდა მოაკრო. მეუღლემ ქამარი მაიჭიროს. ხოლო ერთადერთი ვინც ლარის კურსის ვარდნით მოგება ნახა ბანკია. რესპონდენტები პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ დაზარალებულებს სახელმწიფოსა და ბანკებისგან რაიმე შეღავათიც კი არ უგრძნიათ. ვალების მეტი ვერაფერი ვერ მივახციეთ. ოჯახი არ არის, რომ ვალი არ ქონდეს. მოსავალს ხედავ, რომ მთავრობა უნდა აქტიურად ჩაერიოს. აი ეს ბანკებიდან რომ აქვს ხალხს გამოტანილი, ცოტა ან გაუხანგრძლივოთ, ან ცოტა რა ვიცი, გადაუადოთ. ერთო არის ბანკიდან, ახლა თვითონ წყვეტს ალბათ, ამაში სახელმწიფო აქტიურად ვერ ჩაერთვება. გამყარდება თუ არა ლარი და როდის, ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა. რეგიონში გამოკითხული რესპონდენტების პასუხი და მოლოდინი კი ასეთია. არა მგონია შვილი. რატო ფიქრობ ასე? იმიტომ ვფიქრობ, რომ ყველა თავის ჯიბეს უყურებს, სანამ ისინი არ დაწყებიან, ჩვენ არაფერი არ გვეშველება. მე მგონი დაიწევს. არა მაქვს იმედი, რომ ლარის კურსი გაამყარო. რატომ არ გაქვს? იმიტომ რომ მაღლა და მაღლა იწევს ლარი 2.30-ია ასული და არაფრის იმედი არა მაქვს. ამ რამდენიმე დღეა დაიწია და მოლოდინი არ გაგიჩნდა? არა. კი, 100%-ია დამოკიდებული ჩვენზე არ არის. ალბათ. არა მაქვს მე მოლოდინი რომ გამყარდება. რატომ არ გაქვთ? აი იმიტომ რომ სიტუაცია დადაბული თავიდან როგორც არის, ეგრე მიდი ჯერჯერობით და მე შეიძლება მოხდეს ეგრე. რა ვიცი რომ ხალხი მშივრები ვართ და მე უკვე ხელი მაქვს ჩაქნეული. აი ვფიქრობ იმას რომ ხალხი იცი უნდა გავიძეთ იოლას. რა თქმა უნდა გამყარდება. ვერ გამყარდება. რატომ? ქვეყანაში არაფერი ეკონომიკა არ იქნება, რით უნდა გამყარდეს. ქარხანა არ არის, ფაბრიკა არ არის. როგორ არ არის ქარხანა? აბა სად არის? ჯუმლახშია, ჭანდარშია, ურჯაანშიც არის. ეგ არაფერი არ არის. რა არის? არაფერი შემოდის. აი მანქანა უნდა გამოუშვან საქართველოში, პაკრეშკა უნდა გამოუშვან. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე 2 დღეა ლარის კურსმა გამყარება დაიწყო. დღეს ოფიციალური კურსი 2.29 დაფიქსირდა. ხალხი ხელისუფლებისგან ეკონომიკაში ცვლილებებსა და რეფორმებს ითხოვს. ჩვენ კვლავ ერთად ერთად ნახეთ. ჩვენი გადაღების ჯგუფში მე მომზადებული ვიდეო მასალა საკმაოდ საინტერესო მასალა რო შევხედოთ. თავარი კითხვა იყო დეტალებსაც დაუბრუნებით, გაძვირებულ ცხოვრებას და ასე შემდეგ. თავარი კითხვა იყო მაინც სიუჟეტშიც დასმული გამყარდება თუ არა ლარი და როდის. როგორია თქვენი პროგნოზი და შემდეგ ვისაუბროთ რატომ რა გვაფიქრებინებს? კონკრეტული ციფრების მოყვანისგან მე თავს შევიკავებ და ალბათ არასერიოზულიც იქნება კონკრეტული ციფრის დასახელება ჩემი მხრიდან, მაგრამ მე როგორც ანალიტიკოს იმედი მაქვს და ფაქტობრივად არწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ვალუტა ნამდვილად გამყარდება, შეიძლება ის არ დაუბრუნდეს და არ ამგონია რომ დაუბრუნდეს ის პირვანდელ ნიშნულს, რამდენზეც იყო, მაგრამ ფაქტობრივად არწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ვალუტა აუცილებლად გამყარდება და ეს რიგ საკითხებს ეფუძნება, ასე ვთქვათ, ეს არის მხოლოდ თქვა დაწუნდა როდის დაიწყეს. ეროვნული ესე ვთქვათ, ეროვნულმა ვალუტამ ბოლო პერიოდში უკვე ცვლილებები დაიწყო პოზიტიურისკენ, ასე ვთქვათ. კი ბატონო, მცირედ მყარდება. ჩვენ როგორც ამ დავისაუბროთ, იმავე ტემპით, ასე ვთქვათ, ნამდვილად ვერ გავამყარებთ ლარს, როგორც გაუფასურდა, ამას ეს ფაქტობრივად გამორიცხულია, მაგრამ როგორც გითხარით, მე იმედი მაქვს, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდება, იმდენად რამდენადაც ზაფხულის სეზონია. ზაფხულის სეზონზე გადავდივართ ადგილობრივი პროდუქციის მოხმარებაზე. ეს თავის მხრივ რასაკვირველია დადებითად
მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე. ასევე ზაფხულის სეზონში მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყანა არის საკურორტო ქვეყანა და ტურისტების რაოდენობა იზრდება. ეს რასაკვირველია, ქვეყანაში ვალუტის შემოდინებას ხელს უწყობს. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რაც ასე ვთქვათ, განაპირობებს ეროვნული ვალუტის სიმყარეს. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ლარი, ასე ვთქვათ, ფართო ნაბიჯებით და საკმაოდ რა ნიშნულზე ელოდებით, რომ შეიძლება იყოს მე მესმის უხეშ ძნელია ციფრი და შეიძლება არ იყოს 1.75, შეიძლება რომ გაუტოლდეს 2-ს მაგალითად. ჩემი ვარაუდით სავსებით შესაძლებელია ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. გამომიცხოთ გაუფასურებას კიდევ უფრო 3-ისკენ და ასე. არა, 3-ისკენ ეს ფაქტობრივად გამორიცხულია და ეს იქნება ინფლაცია. მოდით დავაკონკრეტოთ, ჩვენ ქვეყანაში ინფლაციური პროცესები არ გქონია, უბრალოდ იყო ქვეყანაში ეროვნული ვალუტის დევალვაცია. ინფლაციური პროცესები არ ყოფილა, მაგრამ ასეთი დონის გაუფასურება უკვე გამოიწვევს ინფლაციური პროცესებს და მე ამას არ მოველი, ასე რომ ვთქვათ, პირიქით, როგორც გითხარით, იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტა დაიწყო და კიდევ უფრო ამ კომპონენტების გამო რაც ჩამოთვალეთ, თუმცა მთავარი მაინც არის, რაზეც საუბრობენ, ინვესტიციები. აგერ-ერთი ბატონიც ამბობდა, რომ თუ არ შეიქმნა წარმოება, თუ არ იყო, არ არის ქვეყანაში, თუ არ შეიქმნა ადგილობრივი პროდუქცია და პირობითად არ გავიდა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდა და არ გაიყიდა, ხო, დაბალანსდა. მაშინ რეალურად გავყავს, ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში სიმყარის შენარჩუნებას არც უნდა ველოდოთ. აი ამ მიმართულებით რა ხდება ქვეყანაში, როგორ უყურებთ თქვენ ეკონომიკურ მდგომარეობას? ამ მდგომარეობა დღეს და როგორია პერსპექტივა ქართული ეკონომიკის? ეკონომიკური გუნდი ამ კუთხით მე რა ინფორმაციას მაქვს, მუშაობს ძალიან აქტიურად. აი რას გუნდი რა არის აქტიური? ასე ვთქვათ, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, თუნდაც ბოლოს ჩატარებული EBRD-ის ღონისძიება, ეს არის ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი მასტიმულირებელი უცხოელი ინვესტორებისათვის, რომ დაინტერესდნენ ქვეყანაში ქვეყნის პოტენციალით და ქვეყანაში დაინახონ საინვესტიციო პოტენციალი. ასევე მე შემიძლია მოგიყვანოთ კონკრეტული დარგები, სადაც ასე ვთქვათ, მთავარი ინვესტიციები ახსენეთ, რა აისახება, აი ბოლო პერიოდში რა ტიპის ინვესტიციებზეა საუბარი? ბოლო პერიოდში მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ყველაზე მეტი ინვესტიციები მოდის ტელეკომუნიკაციაზე და სატრანსპორტო სფეროზე, თუ შევხედავთ ამას ეკონომიკურ ჭრილში. შემდეგ მოყვება ამას სამშენებლო ბიზნესი, ასევე მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ დიდი თანხებია ჩადებული სამშენებლო ბიზნესში. ეს არის ევროპული კაპიტალი, არის აზერბაიჯანული კაპიტალი, ასევე საკმაოდ დიდი მოცულობით ჩაიდო ჩინური ინვესტიციები და ალბათ შეგვიძლია დიახ შუალიგის თემა. ასევე საკმაოდ სულარუნდელი ინვესტიცია თქვათ. კი, მაგრამ ეს ინვესტიცია რეალურად გრძელდება, ანუ ეს ხო არის ერთი კონკრეტული ინექცია. აქედან გამომდინარე, როგორც ესეთი ინვესტიციების კუთხით, რომ გქონდეს რაღაც საგანგაშო მდგომარეობა, ნამდვილად არ გვაქვს ასე. თუმცა ეკონომიკას ჭირდება მეტი ხომ ალბათ დღეს. აი დღეს საუბარია, რომ იყო წლების განმავლობაში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც განვითარებადი ქვეყნისთვის, მოდი ასე ვთქვათ, ნორმალურად შეიძლება ჩავთვალოთ. დღეს არის ვთქვათ 2%-იანი საუბარია, რომ შემცირდეს 2%-იანი ეკონომიკური ზრდაზე. მე მახსოვს თვალწე პრემიერის განცხადება, როდესაც ის საუბრობდა, რომ აი ჩვენ გვექნება 2%-იანი ზრდა, როცა გიგანტ ქვეყნებს აქვთ 1%-იანი, ან თუნდაც საერთოდ არ აქვს ზრდა და კლებით მაჩვენებელია. გარკვეულწილად გამჩაშტაბეჭდილება რომ ვთქვათ მოსახლეობა შეიძლება პირდაპირ გაიგოს და სულაც არ არის, ხო ასე? იმიტომ რომ განვითარებული და გაჯერებული ეკონომიკისთვის, თურქეთისთვის, ან გერმანიისთვის 0.2%-იანი ზრდა გაცილებით ან სულაც ეკონომიკის არზრდა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი 2%-იანი ზრდა არ გადამეთანხმებით, ხო? რა არის ეს 2%-იანი ზრდა? რა მდგომარეობაში ჩავარდება ქვეყანა რეალურად 2%-იანი ზრდის პირობებში? როგორი იქნება ჩვენი ეკონომიკა, ანუ ჩვენი როგორც განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკა და ხო არ ემუქრება მას აი მნიშვნელოვანი დღეები. დღეს უკვე საუბარია, რომ ეს აგერ 10 დღემისა ხო ფინანსთა მინისტრს გასაგებია. პირველ რიგში რაც შეეხება 2%-იან ზრდას, ეს ამას არ უნდა შევხედოთ როგორც ასე ვთქვათ სტაბილურად და ეს 2%-ს ჩვენი ქვეყანა ვერ აღემატება და ეს იქნება სამომავლოდაც. 2%-იანი ზრდა პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გამოწვეულია იმ საგარეო ფაქტორებით და იმ საგარეო შოკებით, რომელიც მთელს რეგიონში იყო და ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ ამ შოკებზე. სწორედ ამან გამოიწვია ეს ეკონომიკური ზრდის ტემპის 2%-მდე ჩამოწევა. როდესაც შენს ყველა
საავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში არის კრიზისი, გინდა თუ არ გინდა შენ ამას გვერდს ვერაული, ეს ქვეყანას აუცილებლად შეეხება. ეს მე ვფიქრობ, რომ ეს გამოწვეულია 2%-მდე დაწევა, გამოწვეულია იმ საგარეო შოკებით, რომელიც რეგიონშია და არა ეკონომიკური გუნდის, ასე ვთქვათ, პასიური მუშაობით, თუნდაც ინვესტიციების კუთხით. რაც შეეხება ჩვენ რო გადავხედოთ წინა წლების ტენდენციას, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუმჯობესებულია წინა წლებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ იყოს იმის საშიშროება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო შემცირდეს და უფრო ზრდისკენ წავა? მე ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ, რომ თუ რაღაც კოლაფსური სიტუაცია არ შეიქმნა. აი მოდით ვთქვათ, რას ნიშნავს 2%-იანი და დღეს უკვე საუბარი, რაზეც იყო სიუჟეტში საუბარი, რომ ფასები გაძვიდა მედიკამენტზე, სურსათზე, პროდუქტზე, ანუ მატება 10-15 გააჩნია სფეროს, ხო 20%-იანი მატებები გვაქვს ყველა მიმართულებით. ფასები გაძვიდა, ანუ შემოსავალი ადამიანებს იგივე დარჩათ თუ არა უარესად, ანუ არ არის გაუმჯობესებული და ბანკების თემა, ხო? ანუ ვისაც კრედიტი ქონდა დოლარში, იმას საერთოდ ძვირ მდგომარეობაში ჩავარდა. მოდი ამ კონტექსტში შევხედოთ, ცხოვრება რეალურად გაძვიდა. 2%-იანი ზრდის პირობებში შენარჩუნდება ის მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს, თუ ეს კიდე წაიყვანს გაუარესებისკენ. კი ბატონო. თუ უკეთესობის როგორი იქნება თქო შემოდგომა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. კი ბატონო. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ასე ვთქვათ, ესეთი რჩევა იქნება ჩემი მხრიდან მოსახლეობისთვის, რომ ზოგადად, როდესაც სესხს ვიღებთ, სესხი ყოველთვის ვეცადოთ ავიღოთ იმ ვალუტაში, რომელშიც გვაქვს შემოსავალი. ასეთ შემთხვევაში ის იმ რისკებისგან დაცული ვიქნებით, რომელიც წინაშეც დღეს დადგა ესეთ მოსახლეობამ. შეიძლება ბანკები არ იძლევა, ხო? ბანკი კი ბატონო, ამაზეც მოგახსენებთ. ბანკებში მაღალი განაკვეთი ქონდა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად ყველაზე მაღალი მოგება კომერციულმა ბანკებმა ნახეს, მაგრამ ჩვენ ამაში მათ ვერ გავანტყუებთ, იმიტომ რომ ბანკის სპეციფიკა, კომერციული ბანკის სპეციფიკა ეს არის, რომ მან მოგება უნდა ნახოს. რაც შეეხება ხო იყოს ხელოვნურად მართული იცო ეს კითხვებიც ის მოგება. კი, ამაზე არის გაჟღერებული ეკონომიკურ და ექსპერტულ წრეებში, მე არაერთხელ მსმენია, რომ სპეკულაციური გარიგებები იყო. მე ამასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, საფუძვლიანი ეჭვები ვინაიდან არ მაქვს, მე ამაზე თავს შევიკავებ, მე უკვე მოგახსენეთ ის ჩემი საფუძვლიანი და იმ გათვლებზე დაყრდნობილი ეჭვები, ჩემი რაც მქონდა და რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კი ესეთი საფუძვლიანი ეჭვები ნამდვილად არსებობს და ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს იყო სპეკულაციური გარიგებებიც. რაც შეეხება თქვენს მოსაზრებას, მე უკვე აღნიშნე, რომ ზაფხულის პერიოდში მე ველოდები ეროვნული ვალუტის გამყარებას. აქედან გამომდინარე, თუნდაც ოქტომბრის პერიოდში, როგორც თქვენ მკითხეთ, არ მგონია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამზიმდეს და მოსახლეობას, ასე ვთქვათ, ყოფა ცხოვრება უფრო კლებისკენ წავიდეს თუ შენარჩუნების ზაფხულის პერიოდში ჩემი აზრით ფასები უნდა წავიდეს კლებისკენ. იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ეროვნული ვალუტა გამყარებას დაიწყებს, როდესაც გადადიხარ ეროვნულ პროდუქციაზე, აქედან გამომდინარე ხელოვნურად ფასის დაჭერა, კი ბატონო, მე მოგახსენებთ და იმასაც გეტყვით, რომ ბევრი კომპანია ქალბატონმა ისე ისაუბრა, თუნდაც ინტერნეტის საფასურზე. ამაზე გეტყვით, რომ ჩვენ მაგალითად პოსტაბჭოთა ქვეყნებში მეორე ვართ, ჩვენზე წინ არის მხოლოდ სასომხეთი ინტერნეტის სიძვირით. ამით რასაკვირველია, კომპანიები ფოროტად სარგებლობენ და ხშირად მრავალი კომპანია გადის ზემოგებაზეც კიდეც ზემოგებაზეც ეს რასაკვირველია ხდება გაჭირვებული ადამიანების ჯიბის ხარჯზე, მაგრამ რეალურად დიდი ხნის განმავლობაში მე ვიძახი საცალო პროდუქციაზე, ხა შეიძლება ინტერნეტზე ფასი არ შეამციროს კონკრეტულმა კომპანიამ, იმიტომ რომ მას დიდი რესურსი აქვს, მაგრამ კონკრეტულად პროდუქციაზე ხელოვნურად ფასის დაჭერა დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელი იქნება და ჩემი აზრით უფრო დასტაბილურებისკენ და პოზიტივისკენ უნდა წავიდეს. თქვენ უკვე შეგიძლია დავეკოთ გადაცემაში პირდაპირ სატელეფონო ჩართვების საშუალებით ნომრებზე 0353 22 33 30 და მობილურის ნომერზე 551 70 30 ნომრები რეჟისორს თხოვოთ ტექშიც მიუთითოს, ასე რომ ველით თქვენს სატელეფონო ზარებს, ანუ რა პროცესთან გვაქვს საქმე. ანუ იმის მიუხედავად რომ ზომოდ დაეცა ქვეყანაში ერთი პერიოდი ფასი ისი არ შემცირდა. კი ბატონო, მოგახსენებთ, მე საუბრობდი, რომ წმინდა ეკონომიკური კუთხით რომ შევხედოთ, აქ საქმე გვაქვს და თავაბაზარზე თვალნათვლილი ჩნდება კარტერული გარიგების ნიშნები. ვინაიდან, როდესაც ბაზარზე არის თილზე ჩამოსასვლელი კომპანიები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით, ერთმანეთის პარალელურად და ერთი და იგივე ტარიფებით, დროის ერთი და იგივე მონაკვეთში ცვლიან ფასებს, ეს რასაკვირველია გარკვეულ ეჭვებს აჩენს
როგორც მომხმარებელში, ასევე ექსპერტულ წრეებში. ჩვენ გვახსოვს და თუ მომხმარებელი დააკვირდება, კარგად დაინახავს, რომ როდესაც ესეთი ტენდენცია იკვეთება ბაზარზე, როდესაც სოფლიო ბაზარზე ცხადია, რომ ჩვენ მომპოვებელი ქვეყანა არა ვართ და პირდაპირ მიბმული ვართ პლაცზე. რაც ხდება სოფლიო ბაზარზე, ის უნდა აისახოს ჩვენს ბაზარზე, მაგრამ სამწუხაროდ როდესაც პოზიტიურად ისახება, როდესაც პოზიტიური ცვლილებები ხდება სოფლიო ბაზარზე, პოზიტიურში რასაკვირველია გულისხმობ მომხმარებლების პოზიტიურ ფასის კლებას, ეს აგვიანებს ჩვენს ბაზარზე ასახვას. ანუ კომპანიებს ესეთი, ასე ვთქვათ, ტენდენცია აქვს დამკვიდრებული. როდესაც სოფლიო ბაზარზე ფასები მცირდება, რატომღაც აღმოჩნდება ხოლმე, რომ კომპანიებს აქვთ რამოდენიმე თვიანი მარაგი. მაგრამ როდესაც ბაზარზე ფასები იზრდება, ეს მარაგები რატომღაც აღარ არის და მყისიერად ხდება ფასის გაძვირება ქართულ ბაზარზეც. ჩვენ თუ გადავხედავთ ბოლო დროინდელ ფასის შემცირებას, ეს იყო წინა წლის ივნისში დაიწყო ნავთობის ფასმა შემცირება. ჩვენთან ნავთობის ფასი არ იცვლებოდა რამოდენიმე თვე. შემდეგ დაიწყო ფასის შემცირება და სოფლიო ბაზარზე გვხვდებოდა 58%-იანი კლების ტენდენცია და ჩვენთან ეს კლების ტენდენცია იყო 15-18%. რატო? ამას ხელისუფლება რატო ვერ ერეოდა? ხელისუფლებას რეალურად ამ ბიზნესში ჩარევის რესურსი არ აქვს, ბიუჯეტი არ აქვს. ერთადერთი ხელისუფლებამ და პრემიერმა ამ ბაზრის შესწავლა დაავალა კონკურენციის სააგენტოს და მე მქონდა მათთან შეხვედრა, ვისაუბრე და ისინი მართლაც სწავლობენ ამ ბაზარს, მაგრამ იმის და მიუხედავად იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ძალიან რთული ბაზარი, როგორც მე საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, ეს ასე ვთქვათ გაჭიანურებულია დროში. ასევე ჩვენ არა გვაქვს ასე ვთქვათ მოქნილი საკანონმდებლო სისტემა ამ კუთხით. ანუ ამაში გულისხმობ კონკურენციის სააგენტოს პირდაპირ მოქმედების საშუალება არ აქვს. რომ ასე ვთქვათ პირდაპირ შევიდეს ნავთობ კომპანიაში და ინსპექცირება განახორციელოს, ამოიღოს ჩანაწერები, მეილები და ასე შემდეგ. ამის საშუალება, ამის საშუალებას კანონი არ აძლევს და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი გაწერილია პროცესში. მე ვიმედოვნებ, რომ კვალიფიციურ დასკვნას დადებს კონკურენციის სააგენტო ამ ბაზართან დაკავშირებით, მაგრამ როდისთვის ფიქრობ, რომ ეს იქნება? ეს არის მუდმივი პრობლემა. ხომ არ იქნებოდა გამოსავალი, თუნდაც გაემარტივებინათ ამ ბაზარზე ოპერირება სხვა დაინტერესებული პირების, ანუ ყოფილიყო მეტი, თქვა, მცირე საწარმო, მცირე შემომტანი. იგივე აგერ გვერდზე არის აზერბაიჯანი, ხო და ჩვენ გვახსოვს ერთი პერიოდი ინტენსიურად იყო პატარა მინი, ასე ვთქვათ, ბენზოგასამართლე სადგურები. რომლებიც გქონდათ კონკურენცია და ეხლა თუ ის მას ექნება დაბალი ფასი, რა თქმა უნდა გაუწევს, ხო? გიგატებს კონკურენციას. ამას დაკავშირებით მე შემიძლია გითხრათ, რომ ასე ვთქვათ, ეს გამარტივებული, ანუ ჩვენ გვახსოვს წინა წლების პერიოდი და წინა მთავრობის პერიოდი, როდესაც ეს იყო ჩაკეტილი ბაზარი და ამ ბაზარზე, კი ბატონო, ამ ბაზარზე რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა ქონოდა, უცხო კომპანია ვერ შემოვიდოდა. ჩვენ გვახსოვს სენტა, რომელიც ხელმძღვანელსაც დააწერინეს განცხადება, რომ ის გადიოდა ბაზარზე და ესეთი კომიკური სიტუაციაც იყო, ასევე ამ ადამიანებს დააწერინეს განცხადება, რომ საომავლოთაც მას არ გაუჩნდებოდა ამ ბაზარზე შემოსვლის სურვილი. დღეს ჩვენ ეს მდგომარეობა აღარ გვაქვს, ნებისმიერ კომპანიას ბაზარზე შემოსვლა შეუძლია. ასევე სხვათაშორის ეს კომპანია უკვე დაბრუნდა ბაზარზე სენტა და აგრძელებს ოპერირებას, უბრალოდ მას ასე ვთქვათ, მან რეგიონებიდან დაიწყო ბაზრის ათვისება, ჯერჯერობით დედაქალაქში არ გამოჩენილა, ასევე გამოჩნდა ახალი კომპანია ფრეგო, რომელსაც სხვათაშორის სხვა კომპანიებთან შედარებით ყოველთვის აქვს დაბალი ფასი და უნდა ითქვას, რომ ნელ-ნელა თითქოს ბაზარი იწყებს გაჯანსაღებას, მაგრამ ის ხუთი კომპანია, რომელიც ასე ვთქვათ, არის ვეტერანი ამ ბიზნესში, მაინც ახერხებს ბაზარზე სრული ფლობს ფაქტობრივად 99%, ხო? შეიძლება ითქვას ბაზარზე. და ეხლა რას უნდა ველოდეთ ნავთობზე? ამ ბოლო პერიოდში როგორია ტენდენცია? შეიძლება რომ კიდევ მოიმატოს ფასი? ნავთობთან დაკავშირებით, ანუ ფასები გაიზარდა ბოლო პერიოდთან შედარებით. ჩვენ გვახსოვს, რომ სოფლიო ბაზარს მე გულისხმობ, სოფლიო ბაზარზე ჰქონდა $55 იყო ჩამოსული, $52-მდეც იყო ჩამოსული ბარელის ფასი. დღეს ეს უკვე ასულია $60-მდე, $65-მდეც არის ასული. რა თქმა უნდა, მატების ტენდენცია გვაქვს, მაგრამ ბარელი, როდესაც იყო, ჩვენ გვახსოვს $100 აღემატებოდა, მსგავსი მდგომარეობას მე უახლოეს მომავალში არ ველოდები და სხვათა შორის ერთ-ერთი
წამყვანი მომპოვებელი ქვეყნის წამყვანი ქვეყანა არაბეთის გაერთიანებული საემიროები, რომელთაც ასე ვთქვათ პრინცმა განაცხადა ესეთი რაღაც, რომ ქვეყანაში, სოფლიოში ბარელის ფასი $100 აღარასოდეს აღარ გაცდებაო, რაც გონივრულ ეჭვს ბადებს იმისას, რომ ასევე მსოფლიო ბაზარშიც ასე ვთქვათ იყო შეთანხმებული მოქმედებები ნავთობის ფასთან დაკავშირებით. აწევასთან დაკავშირებით და შემდეგ აწევასთანაც ალბათ. თუმცა დაუბრუნდეთ კიდევ ჩვენ ასე ვთქვათ თავარ თემას. მომდევნო პერიოდი ხომ ანუ ზაფხულში ჩვენ ველითო ტურისტების ნაკადით იგივე შემოდგომაზე ვთქვათ ანუ სოფლის პროდუქტების მოწევით რაღაც მინიმალური გამყარების ტენდენცია შეიძლება ამითაც აისახოს, ხო? თუმცა დაუბრუნდეთ ისევ ეკონომიკას და არსებულ მდგომარეობას. თქვენ როგორ ხედავთ გამოსავალს? ანუ სახელმწიფომ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს იმისთვის, რომ თუნდაც ვისაც კრედიტი აქვს, ვთქვათ, მოუხდეს გადავადება ან თუნდაც შემცირება განაკვეთის და ასე შემდეგ. რა ღონისძიებების ჯაჭვი უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს და გაუძვიდა მნიშვნელოვნად ცხოვრება, მიეცეს შეღავათი. აი რამე გეგმას ხედავთ, რომ სახელმწიფო სამმართველობით გააჩინა. ვიდრე კითხვაზე მიპასუხებდეთ, მათყობინები ზარია სტუდიაში, ჩავთოთ მოქალაქე და გავუბრუნდეთ. ეთერში ხართ, გისმენთ. საღამომშვიდობისა, ბატონო. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით. საღამომშვიდობისა, ჩვენო სტუმარო. გესალმებით. გუგული ვარ, ბატონო ლევან. დიახ, გიცნობ ბატონო. ეხლა იმას ჩაფიქრებენ, რომ ეს არისო რაღაცებთან დაკავშირებული, მაგრამ ეს გააგებ შექმნილი არის ამ რა ქვიან ლარის კურსის ვარდნა, გააგებ შექმნილი არის. რატო ფიქრობთ, რომ გააგება? რომელსაც მილიონები აქვს, შეხედე კიდია, გრეცის ხალხი და ხალხი გადაიხდიან ამას იყიდიან თუ არ იყიდიან. აი ეს არის თავარი უბედურება. ხოდა. ერთი წინადადება მოხდა. გავარცხნოთ ეროვნული ვალუტა და გადავიდეთ მთლიანად დოლარზე, ელფასზე, პენსიაზე, ყველაფერი და დოლარი აღარ დაჩაგრავს რა. კითხვა თუ გაქვთ, კითხვა. გასაგებია თქვენ მოსაზრება მალობ ზავს. აი ეს სხვადასხვა ხშირად არის ადამიანებს ხვდები, ხშირად ხვდება ხოლმე ასეთი მოსაზრება, განგებარის რომ ეს ხელოვნურად არის შექმნილი დიდი ანუ თუნდაც ამ კომუნიკაციას ჩვენ ვხედავთ რომ იშოვეს ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღეს. რამდენად ჩანდა ეს ტენდენციები? აი თქვენ თქვით რომ არ ხედავ ამ ტენდენციებს, მაგრამ ის ვინც ამას ხედავდა, რა არგუმენტები ჰქონდათ მათ არითი ამყარებიეთ? აქ რამის სიახლოვე ვთქვათ რეალობასთან. ზოგადად მე როგორც გითხარით, ამით ასე ვთქვათ ვინ ხეირა, ამით არავის არ უხეირია თუ არ ჩართულით თუ არ ჩართულით კომერციულ ბანკებს, კი ბატონო. კომერციული ბანკის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მან მოგება უნდა ნახოს, ამაში მას ვერ შევედა. ძალიან დიდი მოგება ნახა. საკმაოდ დიდი მოგება ნახა, კი ბატონო, ამაში მათ სამწუხაროდ ვერ შევედავებით, მაგრამ როგორც ესეთი ჩემი არის ეს საყარსარეს მოკლებული, რომ ასე ვთქვათ ქვეყანაში რომელიმე სახელმწიფო უწყებას და ეკონომიკურ გუნდს სტომი რომელიმე ქვეყნის, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რომელიმე ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს უნდადეს თავისი ქვეყნის ეროვნული ვალუტის გაუფასურება და თავისი ქვეყნის ეკონომიკური რყევების გამოწვევა. არის ჩემი წინა კითხვას დავუბრუნდეთ. აი ამ დროს რა მექანიზმები შეიძლება შექმნას ხელისუფლებამ, თუნდაც საკანონმდებლო, რომ ახდენდეს გარკვეულწილად ну ჩარევა წუთესით უხეშწყვა ჩარევასა რეგულაციას, როცა ბაზარზე ესეთი რყევებია. თუნდაც ფასებთან მიმართებაში რეგულაციას, თუნდაც აი მაგალითად აქვს ეროვნულ თვითონ კომერციულ ბანკებთან მუშაობას, რომ იყო იმაზე საუბარი, რომ ადამიანებს თქვა დროში გაუზდიდნენ, ასე ვთქვათ, ვადას გაუზდიდნენ, თუმცა საპროცედურო განაკვეთს არ შეუმჩნევდნენ. მაგრამ როდესაც არის ასეთი მიდგომა, რამდენად შეიძლება რომ ეს ყარდებოდეს გარკვეულწილად აი ამ ტიპის რეგულაციით. როგორც ესეთი ხო ადამიანები და არის მათ სოციალური მდგომარეობა ხო? კი ბატონო. როგორც ესეთი სახელმწიფოს არ შეუძლია ჩაერიოს კომერციული ბანკის საქმიანობაში და ის ვერ მოთხოვს კომერციულ ბანკს, რომ ამა თუ იმ კლიენტს, ასე ვთქვათ, სესხი გადაუგოთ ან ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ კომერციულ ბანკებს შეუძლიათ, რომ მომხმარებელს მომხმარებლის მდგომარეობაში შევიდნენ და მოახდინონ სესხების გადავადება, ასე ვთქვათ. რაც შეეხება მექანიზმებს, ამისი მექანიზმი, ანუ ეროვნულ ბანკს აქვს იმისი მექანიზმი, რომ
მოახდინოს და ქონდა ამის მექანიზმები, რაც გესაუბრეთ, რომ მოეხდინა ეროვნული ვალუტის ასე ვთქვათ შეკავება. ეს რასაკვირველია, ისევ და ისევ მოსახლეობაზე აისახებოდა დადებითად და ის დონე არ დამძიმდებოდა, რაც იმდენად დღეს არის. როგორც ესეთი ეკონომიკურ გუნდს არ შეუძლია ასე ვთქვათ ჩარევა, უხეში ჩარევა კომერციული ბანკების საქმიანობაში და მათ მოთხოვოს, რომ ასე ვთქვათ შეუმციროს საპროცენტო განაკვეთი ან გადაუვადოს. ჩვენი გადაცემის საერთოდ ფაქტურად ამოიწურა და ბოლოს დასასრულისკენ ისევ დავუბრუნდეთ აი საპროგნოზო მაჩვენებლებს, ხო? და იმ მდგომარეობას რა გვაძლევს ამ პროგნოზების გაკეთების საფუძველს. თქვენ თქვით რომ ჩვენ ველოდებთ უკეთესობისკენ წავა თუნდაც ფასები, თუნდაც და მოდით ვისაუბროთ ინვესტიციებზე. ერთია რაც არის მდგომარეობა. რეალურად არის ქვეყანაში იმის კლიმატი, დღეს არის იმის მდგომარეობა, თუნდაც პოლიტიკური, სოციო-ეკონომიკური, რომ ახალი ინვესტიციები შემოვიდეს. ან როგორ ფიქრობთ, რა ტიპის ინვესტიციებისთვის შეიძლება იყოს ახლა ხელსაყრელი ქართული ეკონომიკა? როგორც ესეთი ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებისთვის მთავარი არის ეკონომიკური გუნდის აქტიური მუშაობა. პირველი მე წეგანაც ვისაუბრე, ერთ-ერთი ამისი გამოვლინება იყო EBRD-ის ღონისძიება. ეს ერთი შეხედვით ეფექტური თითქოს შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ ამას აქვს გრძელვადიანი პერსპექტივა. ესეთ ღონისძიებები, როგორც წესი, ყოველთვის გამოიღებს ხოლმე საომავლო პერსპექტივაში შედეგს. სწორედ ესეთმა ღონისძიებებმა, სწორედ ესეთმა ჩართულობამ და ეკონომიკური გუნდის აქტიურობამ უნდა გამოიწვიოს ქვეყანაში. არის აქტიური პროცესი ხედავთ, მაგალითად რამდენ სხვილ კორპორაციას ესაუბრება ჩვენი ეკონომიკური გუნდი. აი ჩვენ წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების დროს ვიცოდით, ხო, როგორ იყო? ანუ ინვესტორმა იცოდა, მოდით ასე ვთქვათ, რომ იყო რაღაც გუნდი, იყო გილაური, რომელიც საუბრობდა ამ ინვესტორებთან, ერთი კონკრეტული პირი, რომელსაც ჰქონდა პასუხი, იყო გადაწყვეტილების მიმღები პირები, თქვათ, იგივე სააკაშვილი და ატეიშვილი, ანუ რაღაც ინვესტორმა იცოდა სად უნდა და არა მხოლოდ კანონმდებლობა, არამედ სად უნდა დაელაგებინა, ასე ვთქვათ, ურთიერთობები. დღეს არის ჭრელი ხელისუფლება და ცოტა უცნაურიც, ხომ? არსებობს ერთია კანონი, მაგრამ ბევრია ვის ველაპარაკ, ვინ იქნება გადაწყვეტილების მიმღები, რომ თუნდაც გააკეთოს ლობირება რაღაც კანონმდებლობის, რაღაცის შემცირების, რაღაც შეღავათის მიცემის, ქონების, თქვათ, მიწის გადმოცემის, თუმე ინვესტიციაში ჩავდეთ და ვინ იქნება ეს პიროვნება, ხო? ამაზე ძალიან ბევრი საუბარი, აი, თქვათ, ნაწილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს პროცესებს, არის ხელისუფლება, ეკონომიკური გუნდი, არიან მრავალპარტიულია ეს გუნდიც, ხო? აი, როგორია აქ ამ კუთხით მდგომარეობა? იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად ხო არ მოქმედებს ინვესტორებზეც, რომ აი მე ამ გარემოში ვერ. კი, გასაგებია. პირველ რიგში მე დადებითად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ინვესტორს არ უნდა ჭირდებოდეს ვინმესთან, ასე ვთქვათ, რაღაც საკითხების დალაგება. ინვესტორისთვის და ბიზნესმენისთვის მთავარი არის ქვეყანაში სანდოობა, რომ მისი ბიზნესი იყოს დაცული, ასე ვთქვათ. როდესაც დალაგება არ არის დღის სანდოობა, მაშინ უნდა იყოს სანდოობა. კი ბატონო, ანუ ქვეყანაში ამის სანდოობას იწვევს ინსტიტუტები, სასამართლო ინსტიტუტი, საპოლიციო ინსტიტუტი. ასევე წინა ხელისუფლებაში ჩვენ გვახსოვს ბიზნესზე იყო რაღაც არნახული ტიპის ზეწოლა და ბიზნესი განიცდიდა სერიოზულ წნეხს. დღეს რაც მთავარია ეს წნეხი მოიხსნა. ჩვენ გვაქვს გამართული ინსტიტუტი სასამართლოს სახით ბიზნეს ინვესტორს და ბიზნესმენს აქვს იმის დაცულობის შეგრძნება, მან იცის რომ ის ოდესაც ქვეყანაში ჩამოვა, მისი ბიზნესი არის ხელშეუხებელი სახელმწიფოს მხრიდან და იქით ამტკიცებენ. აი მაგალითად თუნდაც ბოლოს ხმაზე სასამართლოს ხმაზე, თქვათ სასამართლო უზენაეს სასამართლო საჯარიმოს მოადგილეებნებოდა, რომ კორუფციის ნიშნებია სასამართლოში და ასე. ანუ ოპონენტები პირიქით ამტკიცებენ, რომ ინსტიტუტებმა დაიწყეს რღვევაო. აი ძალიან საინტერესო როგორია ბიზნესმენების თვალით დანახული ეს პროცესი. მე ამასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, ვერ დავეთანხმები ამ ადამიანებს, იქნება გამომდინარე, რომ ჩვენ გვახსოვს წინა პერიოდში სასამართლოების 99%-ში შემთხვევაში დგებოდა გამატყუნებელი განაჩენი. დღეს ეს მდგომარეობა აღარ გვაქვს, დღეს იმართება ჩემი შეფასებით ჩანსაღი სასამართლო და აქედან გამომდინარე ბიზნესმენს ქვეყანაში ინვესტორს, რომელიც ჩამოდის, უნდა კონდეს დაცულობის შეგრძნება და მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი ბიზნეს გარემო არის შესაძლებელი. აი, ვინ ჩამოდის თქვენ გაქვთ რაღაც ტიპის სტატისტიკა, რა ტიპის მნიშვნელოვანი ინვესტიციები, აი ჰუალინგის გარდა ეს წინა
არ არის ახალი თემა, ასე ვთქვა და რამდენიმე წლის წინანდელი ამბავია. ჰუანინგისა და რა ტიპის ინვესტიციებზე შეიძლება იყოს საუბარი, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. და ჰუანინგის თემა 700 მილიონის ინვესტირება რა თქმა უნდა იყო მნიშვნელოვანი ქართული. კი ბატონო, მე ამის ეს ინფორმაციები მაქვს დაწვრილებით უბრალოდ ხა თან არა მაქვს და დაწვრილებით არა ტენდენციის დონეზე. ტენდენცია თუნდაც იგივე ფიპი რო ავიღოთ, ასევე ჰუანინგის შემდეგ ყველაზე ციფრებით ყველაზე მასშტაბური ფიპია და ასე ვთქვათ, ქვეყანაში როგორც წეგან აღნიშნე არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ინვესტიციების დეფიციტს განიცდის ქვეყანა. რასაკვირველია, უფრო მეტი და მეტი რასაკვირველია ეს უკეთესია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა და როგორც წეგან აღნიშნე, თუნდაც იგივე EBRD-ის მსგავსი ფორუმები, რომელიც ჩატარდა, გამოიღებს ხოლმე შედეგებს. როგორია თქვენი რეკომენდაციები, აი ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის რეკომენდაციები თქვათ ხელისუფლების მიმართ, აი რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ პერიოდში, რომ ეს პროცესი უფრო ჯანსაღი იყოს. პირველ რიგში, როგორც უკვე აღნიშნე, ბიზნესმენს, რომელიც ქვეყნით ინტერესდება და ქვეყანაში სურს საინვესტიციის ჩადება, მას უნდა შეექმნას კომფორტი. კომფორტში იგულისხმება ბიზნესის ხელშეუხებლობა, ბიზნესის დაცულობა. ბიზნესმენმა უნდა იცოდეს, რომ ის, როდესაც ქვეყანაში საქმის კეთებას იწყებს, მას ექნება სრული თავისუფლება, რასაკვირველია კანონის ჭრილში. აი ეს წინა ხელისუფლების პერიოდში მაგალითად გარკვეულ ბიზნესმენებს იყო დამკვიდრდა ტენდენცია რომ ბიზნესმენებს გარკვეული შიში ჰქონდათ. რომ რაღაც ხელშეუხებელი. კი ბატონო და მთავარი ასე ვთქვათ პლუსი დღეს მე მიმაჩნია ეს რომ ბიზნესმენს რომელიც და ინვესტორს რომელიც ქვეყანაში შემოვა და შემოდის მას აქვს დაცულობის სრული გრძნობა და მას შეუძლია ქვეყანაში თავისი საქმიანობა გააკეთოს და აწარმოოს ხელის შეშლის გარეშე. გასაგებია, დიდი მადლობა. ჩვენი საერთოდ ამოიწურა სამწუხაროდ მეც ვერავისაუბრეთ, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ბატონი პაატა ბაირახტარი. ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ საკითხებზე. მე დაგემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით უკვე მომდევნო პარასკევს, კვლავ თოქ გადაცემაში პირისპირ, ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.